ანდრომედიანელების გზავნილი 7 ოქტომბერი 2015 წელი. მოგესალმებით ჩვენო გალაქტიკურო ძმებო. ჩვენ გავაკეთეთ პაუზა ჩვენს ცხოვრებაში ჩვენს პლანეტაზე ცხოვრების შესახებ, რადგანაც ვიღებდით მონაწილეობას იმ გრანდიოზულ მუშაობაში, რომელიც მიმდინარეობს ახლა ნატიფ დონეზე ზეციური ძალების მიერ, რომლებიც ცდილობენ შეამსუბუქონ დაარტყმა, რომელიც მოგიწევთ, მიიღოთ შეუქცევა და ცვლილებების გამო, რომლებიც ახლა ხდება თქვენს პლანეტაზე. ჩვენ ხედავთ თუ როგორ იწყებს თანათანობით თქვენი ცნობიერება ცვლას და მიდის სინათლის მხარეს. თუმცა სამწუხაროდ ეს ხდება საკმაოდ ნელა და ბევრი ვერ ასწრებს ამ ენერგეტიკულ პროცესებს, რომლებიც ყოველდღურად ცვლის თქვენს პლანეტის სახეს. შედეგად გადავწყვიტეთ, რომ გაგვაგრძელებინათ ჩვენი თხრობა, რომელიც შთააგონებთ და როგორც ჩვენ გვჯერა დააჩქარებს თქვენს სულიერ ზდას. ამგვარად ჩვენ გავშერეთ იმაზე, თუ როგორ არის მოწყობილი ჩვენი მთავრობა, თქვენს ენაზე თუ ვიტყვით. თქვენ უკვე მიხვდით, რომ ისინი არ არიან ძალაუფლების მქონე პირები, არამედ ადამიანები, რომლებსაც აქვთ თავიანთი მოქალაქეების პატივისცემა და სიყვარული. სწორედ ამაში მდგომარეობს ჩვენს და თქვენ საზოგადოებაში ძალაუფლების ორგანოებს შორის განსხვავება. ახლა გადავიდეთ თქვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვან თემაზე, ჩვენ შორის ურთიერთობაზე. ჩვენ გავჩერდებით კაცსა და ქალს, ზასულებსა და ბავშვებს, მოხუცებსა და ახალგაზრდებს შორის ურთიერთობაზე. იმისთან მიუხედავად, რომ გარეგნულად ჩვენ ძალიან განსხვავდებით თქვენგან, ჩვენი სულები მსგავსია. განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ უკვე გავიზარდეთ და მესამე განზომილების ადამიანებს შორის ურთიერთობები ჩვენ გვეჩვენება ბავშვურ თამაშებად, რომლებსაც თამაშობდით ჩვენც, როდესაც ვიყავთ ძალიან პატარები. ჩვენ გვახსოვს, რომ მათ მოგვიტანეს ტანჯვა, როდესაც მტრიანდებოდნენ, ვიკაწრებოდნენ, არ გვიჯერებდნენ ჩვენ. ჩვენ გვახსოვს ჩვენი ურთიერთობები დუალურ სამყაროში, თუმცა უკვე შორეულად, ღრმა მეხსიერებით. როგორი გრძნობითა და ემოციებით ცხოვრობთ ჩვენ ახლა. ალბათ თქვენთვის ამის დაჯერება რთული იქნება, თუმცა არანაირი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უსახოები და უგრძნობები ვართ. უბრალოდ ჩვენ გამოგვივიდა ისეთ მდგომარეობის მიღწევა, როდესაც ყველა გრძნობა და ემოცია ჩვენში ბალანსირებული, ჰარმონიული და გაწოდასწორებულია. გვერწმუნეთ, ეს გვაძლევს სიძვიდეს სიყვარულისა და ნეტარების მდგომარეობას, რომ დუალური სამყაროს ვერანაირი ემოციური აფეთქება, ყველაზე დადებითიც კი ვერ შეედრება მას. როგორ გამოგვივიდა ასეთი მდგომარეობის მიღწევა, ალბათ შეგვეკითხებით. საქმე ისაა ჩვენ უძვირფასებო, რომ ვიბრაციების გასასთან ერთად ეს მდგომარეობა თავისთავად მოვა. თქვენში თითქოს ჩამოედინება და რჩება სამუდამოდ თქვენი ღვთაებრივი არსი, რომელიც არის ნეტარება და ჰარმონია. თქვენ თავად ვერ კი შეამჩნევთ, თუ როგორ დაიწყებს სრულიად სხვა სამყაროში ცხოვრება, სადაც არ არის რაიმე ნეგატიური ემოცია. თქვენ ალბათ შეგვეკითხებით, თუ რა ხდება კაცსა და ქალს შორის სიყვარულის შემთხვევაში და როგორ შეიძლება ეს ემოციების გარეშე მოხდეს. აღმოჩნდა, რომ შეიძლება და ეს სრულიადაც არ არის წამგებიანი. საქმე ისაა, რომ ამ დროს სულები გრძნობენ ერთმანეთს, არა სხეულები. ეს უკვე ურთიერთობის სხვა დონეა. სიყვარული აქ ღვთაებრივია და არა ხორციელი. ხოლო როგორ იბადებიან თქვენში ბავშვები, წინასწარ გავსჯვრეთ თქვენს შეკითხვას. ბავშვები ჩვენთან იბადებიან სიყვარულით და ეს პროცესი უფრო ენერგეტიკულია ვიდრე ფიზიკური. ბავშვები იბადებიან არა ტკივილით და ტანჯვით, არამედ ღვთაებრივი ენერგიების ნაკადში, რომელიც გამოიყვანს მათ საშინაოსნოდან ახალ სამყაროში. ხოლო რაც შეეხება თავად ჩასახვის პროცესს, ის არ ხდება ისე როგორც დედამიწაზე. კაცსა და ქალის სქესობრივი კონტაქტი გადაიზრდება ძლიერ ენერგეტიკულ ტალღად, რომელიც შეიყვანს მათ ექსტაზის მდგომარეობაში და აპროვოცირებს დედის საშინაოსნოში ახალი სიცოცხლის შექმნას. ამის ახსნა ადამიანური ენით რთულია, რადგანაც ეს წმინდა პროცესი ძალიან რთულია, თუმცა სიტყვაზე გვენდეთ. ეს იმდანაც ჩვენიერია იმაზე, რაც ოდესმე გიგრძნათ დედამიწაზე, რომ არ ინანეთ დანაკარგის გამო. როგორ არის აგებული ურთიერთობები ბავშვებსა და მშობლებს შორის? ჩვენს ოჯახებში არ არიან ბავშვები და ზასტულები, არამედ თანასწორი ღვთაებრივი სულები, რომლებიც მოდიან ამ სამყაროში უკვე ბრძენები და ცოდნეები მისი კანონებისა, რადგანაც ჩვენ პლანეტაზე იბადებიან ძალიან ძველი სულები, რომლებმაც დიდი ხანი არის გადალახეს დუალობის ზღვარი. რა თქმა უნდა, ზასტულები ეხმარებიან თავიანთ ჩინებს, რომ ფეხზე დადგნენ, თუმცა ისინი ამას აკეთებენ ზრუნველად და ნაზად. ჩვენ ასევე გვყავს აღმზრდელთა დიდი არმია. ისინი, ვინც გულისა და სულის კარნახით მიმართავენ მთელს თავიანთ ძალებს ბავშვების აღზრდისკენ და მათი ბუნებრივი ნიჭებისა და უნარების გამოღვიძებისკენ. სწავლა ჩვენთან მიმდინარეობს თამაშისა და ერთობრივი საუბრების სახით, რომელთა დროსაც ვლინდება მათი ინტერესები და უნარები. საბოლოოდ ჩვენ სურს მოგვიყვეთ მოხუცებისა და ახალგაზრდებს შორის ურთიერთობაზე. ის, რასაც უწოდებთ თაობათა შორის განსხვავებას, ჩვენთან ასეთი განსხვავება უბრალოდ არ არსებობს. რადგანაც ცოდნა, რომელსაც ატარებს სხვადასხვა თაობა, მოდის ერთი და იმავე წყაროდან, რომელიც ღია ყველასათვის და მოცემულია ყველასათვის დაბადებიდანვე. რა თქმა უნდა, ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც შეიძლება ყოველმა ჩვენგანმა
ატარებს თავის ნიუანსს და ფერებს ჩვენს არსებობაში. თუმცა სწორედ ამის გულუხვად გაზიარებას ვცდილობთ ერთმანეთთან. მაგრამ ამ დროს არ ვახვევთ ერთმანეთს თავს საკუთარ აზრს, რადგან ჩვენურად ვიაზრებთ, რომ ყველა მიდის თავისი გზით და ყველას უნდა ჰქონდეს საკუთარი გამოცდილება. ამაზე გავჩერებით დღეს ჩვენო ძვირფას დედამიწელებო. ანდრომედეს თანავარსკვლავედის უხუცეს და საბჭოს საუბრობდა დედამიწაზე ჩვენი წარმომადგენლის გავლით. გზავნილი მიიღო მართამ, თან უნდა წაიკითხა გოჩა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენ დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამინერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატებას.